პოლიტიკური ბრძოლის ქრონიკები ამ სახელწოდების გამოფენა გაიმართა ქალაქის ისტორიულ მუზეუმში. გამოფენაზე დამთვალიერებას 1921-78 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების და ქართული მიგრაციის პოლიტიკური ბრძოლის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალის ნახვა შეეძლო. გამოფენა, რომელიც მუზეუმის კვირაულის ფარგლებში გაიმართა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს. საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე რეპრესიული და მძიმე პერიოდი. ამ პერიოდის ისტორიის კარგად ცოდნა ჩვენ მომავალში ძალიან ბევრი რაღაცის გაანალიზების საშუალებას მოგცემს. მეტად საინტერესო ისტორია ასახული აი ამ გამოფენებში და მე მინდა მოუწოდო რუსთაველ ყველა მოსწავლეს, რომ აქტიურად ჩაებან ამ ღონისძიებაში. რამდენადაც ვიცი იმართება დისკუსია პარასკევს ამ თემასთან დაკავშირებით. გამოფენა არის გაკეთებული ორგანიზაცია სოვლაბის, რომლის დანიშნულებაც არის საბჭოთა ისტორიის პერიოდის კვლევა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათი ასე ვთქვათ პოპულარიზაცია გავაკეთოთ რუსთავის მასშტაბით.